რა უნდა ვიცოდეთ ანტიფრიზების შესახებ, რა სახეობის ანტიფრიზები არსებობს და როდის არის ის გამოსაცვლელი. ანტიფრიზი პირველ რიგში ძრავს იცავს გადახურებისგან, ზამთარში გაყინვისგან და კოროზიისგან. პირველი რაც უნდა იცოდეთ ანტიფრიზის შერჩევისას, რომ მისი ფერი პირდაპირ არ მეტყველებს მის შემადგენლობაზე და დაშვებაზე. ეს მხოლოდ შიდა ბრენდული მარკერების საშუალებაა. ანტიფრიზის კონცენტრატი 90%-ით შედგება ეთილენგლიკოლის სპირტისგან და დანარჩენი დანამატებისგან, ხოლო საბოლოო სითხე კი 50%-ით გაზავებულია დისტილირებულ წყალში. რაც ნიშნავს პირობითი G კლასიფიკაცია. ტრადიციული G11 სილიკატური ანუ მინერალური ანტიფრიზი იცავს კოროზიისგან და აქვს დამცავი ფერი. G12 კარბოქსილატური ან ორგანული ანტიფრიზი. უკეთესი თბოგამტარი არ იკეთებს ნადებს და 4-დან 5 წლამდე მუშაობის ვადა. G12+ გაუმჯობესებული კარბოქსილატური ანტიფრიზი ითავსებს G11 და G12-ის საუკეთესო თვისებებს და შესაძლებელია მათთან შერევა. G12++ ჰიბრიდული ანტიფრიზი. ტოპ თვისებები და ყველა დანარჩენ ანტიფრიზებთან თავსებადობა. დააპაუზე და ნახე თავსებადობის ცხრილი. თუმცა რეკომენდირებულია სრულად ანტიფრიზის გამოცვლა. განსაკუთრებით თუ მან შეიცვალა თავისი პირვანდელი ფერი. ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ წინასწარ სისტემის გამორიცხვა. შეამოწმეთ, გამოცვალეთ ანტიფრიზი და მოამზადეთ ავტომობილის ზამთრისთვის.